გორში ერთ-ერთ საჯარო უწყებაში კონკურსის შედეგად დანიშნული პირის გათავისუფლებას იმ მოტივით გეგმავენ, რომ დამსაქმებელს მისი მეუღლის პოლიტიკური შეხედულებები არ მოსწონს. ეს ამბავი ჩვენმა ჟურნალისტმა ნიკა გაბრიშვილმა შეიტყო და დეტალების გარკვევაც დაიწყო. ვინაიდან და რადგანაც ჩვენ არ აგვიღიანებართ საჯარო მოხელისაგან, რომელიც სამსახურის გარეშე მხოლოდ იმიტომ შეიძლება დარჩეს, რომ დამსაქმებლისთვის არასასურველ ადამიანთან იქორწინა, არ ვასახელებთ პიროვნებას და უწყებას, სადაც ამ ადამიანის გათავისუფლების მიზეზების მოძიებაზე მუშაობა უკვე დაიწყეს. ჩვენი ინფორმაციით გორში ერთ-ერთ საჯარო დაწესებულებაში კონკურსის წესით დასაქმებული პირი უახლოეს მომავალში შესაძლოა სამსახურის გარეშე იმის გამო დარჩეს, რომ ის დამსაქმებლისთვის არასასურველ კანდიდატზე დაქორწინდა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისში ამბობენ, რომ მსგავსი ქმედება კანონს ეწინააღმდეგება და ადამიანის დისკრედიტაციადაც შეიძლება ჩაითვალოს. არც ერთი საფუძველი არ გულისხმობს დასაქმებულის განთავისუფლებას სამსახურიდან იმის გამო, რომ ხელმძღვანელს არ მოსწონს, ან არ აქვს კარგი დამოკიდებულება დასაქმებულის ოჯახის წევრებთან მიმართებაში. ეს არ არის საფუძველი თანამშრომლის განთავისუფლების. არავითარ შემთხვევაში, თუ ესეთი მიზეზით მოხდა თანამშრომლის განთავისუფლება, მას აქვს უფლება მიმართოს სასამართლოს და იდაოს დარღვეული უფლებების აღსადგენად. საჯარო სამსახურიდან დამსაქმებლის მიერ პირადი ინტერესებიდან გამომდინარე თანამშრომლის გათავისუფლება რომ დანაშაულია, ამას გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსი რეზო გოგიაშვილიც გვიდასტურებს. გოგიაშვილი განმარტავს, რომ დამსაქმებელს თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ დებულებით გათვალისწინებულ მოვალეობას არ შეასრულებს. იდენტურ კომენტარს აკეთებენ ქალაქის მერიაშიც. არა, ეს დაუშვეს ხო დაცულია, ყველა შრომა თავისუფალია და ყველა მოქალაქე არის დაცული, სიტყვის თავისუფლებით არის დაცულია იმ სამოქალაქო უფლებებით, რომელიც საქართველოს კონსტიტუცია იძლევა მოქალაქისათვის, ისევე როგორც ყველა ფიზიკური პირისათვის, ამიტომ რელიგიის მიმდევრობისათვის, ისევე პირადი პოლიტიკური შეხედულებების გამო ესეთ დაუშვებელია დისკრედიტაცია. ეს უშუალოდ მისი დისკრედიტაცია საჯარო დაწესებულების მხრიდან, ამის საფუძველი სამართლებრივად დაწესებულებას არ გააჩნია. თქმა უნდა, არ შეიძლება ეს ყველაფერი თუ მაინც და მაინც მოხდა მსგავსი შემთხვევა, ამის შემდეგ უკვე დავა გადადის სასამართლოში. საჯარო დაწესებულებებში დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შრომით ურთიერთობას საქართველოს კანონი საჯარო სამსახურის შესახებ არეგულირებს. იმ ნორმებს კი, რომელსაც აღნიშნული კანონი არ ითვალისწინებს, შრომის კოდექსით რეგულირდება. აქედან გამომდინარე, დამსაქმებელი სამსახურიდან იმ მოტივით ვერ გაგათავისუფლებთ, რომ მისთვის არასასურველ პიროვნებაზე დაქორწინდებით. თუმცა თუ პირდაპირ ამ მოტივით თქვენს გათავისუფლებას არ გეგმავენ და მიზეზებს ეძებენ, უბრალოდ შეგიძლიათ თავის დაზღვევის მიზნით კონსულტაცია იურისტთან გაიაროთ.